კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ეროვნულ გალერეას ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭება. დღეს გალერეაში პირველად გამოიფინება ცნობილი მხატვრის მიერ გადაღებული ფოტოები. ექსპოზიციაზე მისი რამდენიმე ფერწერული ტილო და პირადი წერილებიც იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან იხილავს ბრძანებასა და ცნობას დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტის შესახებ. ნაჩვენები იქნება ასევე ფრაგმენტები ირაკლი მახარაძის ფილმიდან დიმიტრი შევარდნაძე ეროვნულ გალერეაში სტუმრებს საღამოს 6 საათიდან ელოდებიან. ეროვნულ გალერეას ოფიციალურად მიენიჭა დიმიტრი შევარდნაძის თავის დამფუძნებლის სახელი და სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს ეროვნულ გალერეაში გაიმართება გამოფენა და ღონისძიება ველოდებით დამთვალიერებლებს, რომლებსაც დახვდებიან პროფესიონალები, რომლებიც მოუყვებიან ბევრ საინტერესო ფაქტს დიმიტრი შევარდნაძესთან დაკავშირებით. დიმიტრი შევარდნაძე იყო დიდი საზოგადო მოღვაწე და ქართველი მხატვარი, რომელიც თავი გაწირა კულტურისთვის და საქართველოსთვის შეიძლება ითქვას და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ მისი ესეთი ამაგი დააფასა ქართულმა ხალხმა, საზოგადოებამ და რომ ესეთი პოპულარიზაცია მოხდება მისი.